ჩვენ 117 ადამიანი გამოვკითხეთ, საიდანაც 78% მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე. თუმცა რეალურად ჩვენ ბუნებრივია ეს რაოდენობა ავიღეთ, ვინც დაგვიკავშირდა თავად, თორემ მასშტაბი ბევრად უფრო დიდია. მაგალითად, თავად სახალხო დამცველის ანგარიშიც კი მოწმობს, რომ დაახლოებით 300-მდე დაკავებული ყავს მას აღრიცხული, რომელიც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე. ძალადობა ხორციელდებოდა როგორც წესი მუშტით, რომელსაც ეცვათ სპეციალური ხელთათმანი, რომელსაც ჰქონდა მაგარი ზედაპირი და დაახლოებით კასტეტის ზემოქმედებას გამისი დარტყმა, ასევე ფეხსაცმელი ან წიხლი და ზოგჯერ კეტი ცემა ხდებოდა ჯგუფურად, თავდაპირველად ამ ადამიანებს ატარებდნენ კორიდორში, ანუ როდესაც მიყავდა გაკავებულ პოლიციელს, ყველას ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა ან ფეხი მიუწვდებოდა, სცემდა ამ ადამიანს. და სამდენო სადაც ხელი მიუწვდებოდათ, თუმცა განსაკუთრებული სამიზნე იყო სახე. განსაკუთრებული სამიზნე რომ იყო სახე, ამაზე მეტყველებს ერთი მხრივ დაზიანებები, რაც ადამიანებს აქვთ, მეორე მხრივ ამაზე მეტყველებს ის, რომ აი წეხან რაც თქვით, როდესაც ისინი იფარავდნენ სახეს, პოლიცია სპეციალურ ზომებს მიმართავდა, რომ მათთვის რამენერად სახიდან ხელები მოეშორებინათ. მაგალითად, აი გარდა იმ წიწაკის სპრეის შესხმისა იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანმა აიფარა სახეზე ხელები, ჩაებღაუჭა ქურთუკის ქუდს და რამდენჯერმე აიღეს ეს ადამიანი ძირს დაანარცხეს, იმის გამო რომ ტკივილით შეიძლება ხელი გაეშვა და შემდგომ ეს მაინც არ გაუშვა ხელი და კოჭებში დაუშინეს წიხლები, იმიტომ რომ იქნებ ტკივილს რამენერად მისთვის ხელი გაეშვებინა. ეს მიზანი დემონსტრაციულობა იყო, შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოფილიყო სწორედ ეს დემონსტრაციულობა, იმდენად რამდენადაც ადამიანების დაშინება, ის რომ აქციაზე ისინი აღარ მოსულიყვნენ, იყო ერთ-ერთი მიზანი. კი, თუმცა ეს შემდგომ არ მოხდა, ხო. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასევე ასე გაუპატიურების მუხარა, რაც ძალიან ხშირი იყო ამ ადამიანების მიმართ, ხო? აი მაგალითად არის ციტატა თუ შეიძლება წავიკითხო, რამდენიმე ციტატა მაქვს ამოტანილი. აი ერთ-ერთ ეუბნებოდნენ მაგალითად, რომ აი ახლა დაიწყება გართობა ფორმაში მოგიყვანთ, დუბინკით გაგაუპატიურებთ, ну დუბინკას გაგიკეთებთ, თქვენ ხო აქ ჰომოფობიური ლექსიკა მოდის, ეს ხართ და ეს გევასებათ, ხო? აი ესეთი სიტყვები იყო, ასევე ოჯახის წევრების გაუპატიურების მუხარაც იყო, ადამიანს ემუქრებოდნენ, რომ გაიგებდნენ საცხოვრებდნენ მისი ოჯახის წევრები და მივიდოდნენ და გაუპატიურებდნენ, ძალიან მძიმე იყო, ასევე ადამიანს ემუქრებოდნენ, რომ იქ მაშხალების თემა იყო მაშინ აქტუალური პიროტექნიკის და ერთ-ერთ ადამიანს დაკავებულს ემუქრებოდნენ, რომ მაშხალით გაუპატიურებდნენ და ეს ადამიანი ყვება, რომ მან ეს ძალიან რეალურ მუხარად აღიქვა, იმიტომ რომ ამასთან ძალიან მძიმე ფიზიკური ძალადობა ახლდა, ხო? ასევე ამ ჩვენ გამოკითხულთა შორის რამდენიმე ბავშვიც მოხვდა და არასრულწლოვანთა მიმართაც მოპყრობა იყო საკმაოდ, ასე ვთქვათ, სასტიკი, განსაკუთრებით როცა ქართული ოცნება ხშირად საუბრობს ბავშვების ინტერესების დაცვაზე, ძალიან ასე ვთქვათ, სამწუხაროა და განსაკუთრებით საგანგაშოა და შემზარავია ესეთი ფაქტები. აი მაგალითად, ერთი არასრულწლოვანი 16 წლის ყვება, რომ დაახლოებით 12 სპეცრაზმელი მიტყამდა ყველგან, თავში, ფეხებში, ნეკნებში, მიტყამდნენ ფეხს და ხელს. თან მესმოდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კამერებია, ნუ ურტყამთო. რომ გამომიყვანეს იქ, სადაც კამერა აღარ იყო, რობოკოპებთან ძირს დამაგდეს და მიტყეს ფეხები. შემდეგ მიკროავტობუსში გადამიყვანეს. ცემის გამო ცხვირი გამიტყდა, სუნთქვა მიჭირდა, სისხლს ვარწყევდი მთელ განყოფილებაში, შემდგომ როდესაც გადაიყვანეს, თუმცა ექიმი არ შემოუთავაზებიათ. და ერთ-ერთი არასრულწლოვანი მათ შორის იხსენებს, რომ სკოლის წიგნებზე აარევინეს გული და შემდგომ თავი დაადებინეს ამ ჩანთასთან ახლოს და ემუქრებოდნენ იმით, რომ გამოაბორდნენ ქვას და გადააგდებდნენ მდინარეში. ხო, ანუ ასეთ უმძიმეს დღეს ხო აღნიშნავენ ვითომ და ოჯახის სიწმინდის დღეს და ნუ აფარსელობას. აი ეს არის კარგად წარმოაჩენს შემზარავი. ქართული ოცნების სისტემის სიწმინდე. არც ერთი პოლიციელი არ არის დასჭილი.